საღამო მშვიდობისა. მე ვიცანი ის ბიჭი. ეს დიდი პატივია, რომ დღეს აქ ვარ და გესაუბრებით, რადგან თავდაპირველად ხვალ საღამოს უნდა მესაუბრა და ამას ვაკეთებ JNS-ის გამომცემლებისა და თანამშრომლების სახელით. ვერასდროს გამოვხატავ საკმარისად დიდ მადლიერებას ჩვენი გამომცემლების მიმართ. ამელია და ჯოში, კატსენი, რასელ პერგამენტი, რომელიც აქ არ არის ჩვენთან, მაგრამ იმედი მაქვს ონლაინ უყურებს. მათ შესანიშნავი საქმე გააკეთეს ჩვენი გაძლიერებისთვის. ვერასდროს გამოვხატავ საკმარისად დიდ მადლიერებას ჩვენი მშრომელი, შესანიშნავი რედაქტორებისა და რეპორტიორების, შესანიშნავი ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც იმსახურებენ თქვენს მხარდაჭერას და აპლოდისმენტებს. და ჩემთვის დიდი პატივია, რომ ხელმძღვანელობ მათ ამ დიდ ჟურნალისტურ ჯვაროსნულ ლაშქრობაში. რა არის ჩვენი მიზანი? ვინ ვართ ჩვენ და რა ვართ? ჩვენ აქ ვართ, რადგან ჟურნალისტიკა პროფესიაა, რომელიც დაღმასვაშია. ჩვენ აქ ვართ, რადგან ჟურნალისტიკა მთელ მსოფლიოში, შეერთებულ შტატებში და დიახ, აქაც ისრაელში, ძირითადად ვერ გაართვა თავის საქმეს. და ბოლო 10 წლეულებში ამ პროფესიაში ახალი თაობის ადამიანები შემოვიდნენ, რომლებსაც არ აინტერესებთ სიმართლე, ფაქტები ან თუნდაც რეპორტაჟის საქმე. ისინი უფრო აქტივიზმს ემხრობიან ვიდრე ჟურნალისტიკას. ისინი მიიჩნევენ, რომ მათი იდეოლოგია, რომელიც დამყარებულია ტოქსიკურ მემარცხენე იდეებზე, როგორიცაა კრიტიკული რასობრივი თეორია, ინტერსექციონალობა, კოლონიზატორთა კოლონიზაცია, უნდა განსაზღვროვდეს იმას, რასაც წერენ და რეპორტაჟს აკეთებენ. უნდა განსაზღვროვდეს ყველაფერს. და თუ ეს ნიშნავს ტყუილების გავრცელებას სხვადასხვა თემაზე, განსაკუთრებით კი ისრაელზე, თუ ეს ნიშნავს სისხლის დაღვრის წახალისებას. ცილისწამებები, თუნდაც ყველაზე აბსურდულები, ლები. მათ გვაჩვენეს, რომ ამას უხოხმანოდ გააკეთებენ. აი რატომაც ტრადიციულმა მედიამ, ლიბერალურმა კორპორატიულმა მედიამ, ეგრეთ წოდებულ მეინსტრიმ მედიამ ვერ გაამართლა. და გულწრფელად რო ვთქვათ, ასევეა ებრაული და ისრაელის მედიის უმეტესობაც, რადგან ისინი იგივე სენით არიან დაავადებულნი. ხო, და ჩვენ რა ვართ JNS-ში? ჩვენ ვართ ახალი დამოუკიდებელი მედიის ტალღის ნაწილი, რომელიც ამ ტენდენციას ეწინააღმდეგება. და ჩვენ JNS-ში ვართ ერთადერთი ებრაულ სამყაროში, ერთადერთი, რომელსაც ჰყავს შესაბამისი ადამიანები, რესურსები და აქვს მისია, რომ სწორედ ეს გააკეთოს. ეს ვართ ჩვენ. ეს არის ჩვენი მიზანი, ეს არის ჩვენი მისია. მაგრამ ნება მომეცით გითხრათ, რა არ ვართ ჩვენ? ჩვენ არ ვართ იგივე, რასაც ნახავთ თუ წაიკითხავთ New York Times, CNN-ს, ან თუნდაც ჩვენ ზოგიერთ მეგობარს ებრაულ მედიაში. ჩვენ ისინი არ ვართ. არც რომელიმე მთავრობისა თუ პოლიტიკური ძალის სამსახურში მდგომი მედია ვართ. ჩვენ JNS-ში ერთგულნი ვართ სიმართლის, ამ კეთილშობილი ჟურნალისტური პროფესიის საუკეთესო ტრადიციებში. ეს ბოლო 10 წლეულებში დაკნინდა, მაგრამ მტლავაც აუცილებელია თავისუფალი რესპუბლიკებისა და დემოკრატიისთვის, როგორიცაა ისრაელი და შეერთებული შტატები. ეხლა, როგორც ბევრი სხვა გამომსვლელი, როგორც აქ მყოფი ყველა, ბოლო დღეებში ხშირად მკითხეს ბოლო 1-2 კვირის მოვლენებზე. როგორ აისახება ეს არა მხოლოდ ისრაელზე, არამედ იმაზეც, რასაც ჩვენ ვაკეთებთ? ჩემი პასუხი იგივეა, როგორც ყოველთვის, როცა ისრაელს ან შეერთებულ შტატებს რამე კარგი თუ ცუდი ხდება. როდესაც რომელიმე პოლიტიკოსი, პოლიტიკური პარტია ან მთავრობა აკეთებს რამეს, რის გამოც ჩვენი მკითხველები ან კმაყოფილები არიან ან გაბრაზებულები, ჩემი პასუხი ასეთია. ჩვენ JNS-ში არ ვართ პარტიებისა და პოლიტიკოსების საქმეში. ჩვენ ჟურნალისტიკის საქმეში ვართ. ჩვენ ებრაული იდეების საქმეში ვართ. და ჩვენი მისია, ჩვენი საქმე იგივეა, იქნება ამბავი კარგი თუ ცუდი. ეს ვართ ჩვენ, ეს არის ჩვენი არსი. რისთვის ვდგავართ? ჩვენ ვართ ამაყად სიონისტები, ამაყად ისრაელის ხარდამჭერები,
ამაყად თავისუფლების მხარდამჭერები, ამაყად ამერიკის მხარდამჭერები დერები და ამაყად დასავლური ცივილიზაციის მხარდამჭერები. და ჩვენ დავიცავთ ამ ღირებულებებს და ვიბრძოლებთ მათთვის. არა იმავე ტაქტიკებით, რასაც ეგრეთ წოდებული ვოუკები იყენებენ, არატყუილებით და დამახინჯებებით. რასაც ირებ, როცა ხსნი New York Times, ან რთავს სხვა ბევრ არხს, ან კითხულობს სხვა ებრაულ გამოცემებს, ჩვენ ვიბრძოლებთ ამ ტყუილების წინააღმდეგ არა პროპაგანდით, არამედ ფაქტებით და სიმართლით. ეს არის ჩვენი საქმე და ამას ვაკეთებთ ყოველ დღე. ჩვენ ყოველ დღე ამ ბრძოლაში ვართ. რაც შეეხება იმ ქვეყნების ლიდერებს, პოლიტიკურ პარტიებსა და მთავრობებს, რომლებიც გვიყვარს, ჩვენ მათ მხარს დაუჭერთ ყოველთვის, როცა ეს შესაძლებელი იქნება. ჩვენ დაუპირისპირდებით მათ ყოველთვის, როცა ეს საჭირო იქნება. ეს ჩვენი საქმეა. მაშ ნებამომეცით ეს ძალიან ხმამაღლა და ძალიან ნათლად თქვა და ეს ეხება ნებისმიერ სხვა საინფორმაციო ციკლს, ნებისმიერ სხვა კვირას, როცა შეგვეძლო ერთად მოვსულიყავით. თუ ჩვენთან მოხვედით იმავე ტიპის ჟურნალისტიკისთვის, რასაც მიიღებდით Times-ში, ისრაელის Times-ში, CNN-ში ან აქ, მე-12 არხზე არასწორ ადგილას მოხვედით. თუ მოხვედით პოლიტიკური პროპაგანდისა და манипуляციისთვის, მიუხედავად იმისა, საიდან მოდის ეს, არასწორ ადგილას მოხვედით. და თუ მოხვედით მხოლოდ იმისთვის, რომ არა მხოლოდ დაგიდასტურონ თქვენი ძირითადი შეხედულებები, არამედ გითხრან, რომ ის, რასაც თქვენ საშინლად მიიჩნევთ, საშინელი არ არის და ის, რაც თქვენთვის მცდარია, სინამდვილეში მართალია. მოდით გითხრათ, თუ ფიქრობთ, რომ ჩემი საქმეა გითხრათ, რომ ბალიშის ქვეშ ნაპოვნი 25 ცენტიანი მონეტა კბილისფერიამ დაგიტოვათ, არასწორ ადგილას მოხვედით. ჩვენ აქ ვართ და აქ დავრჩებით იმისთვის, რომ ვიხოთ სიმართლის სამსახურში, ვიხოთ ნამდვილი ჟურნალისტიკის სამსახურში. ჩვენ აქ ვართ, რომ ვიბრძოლოთ ებრაული ცივილიზაციის არსებითი ღირებულებებისთვის. და ამ ბრძოლას ვაწარმოებთ იმ იარაღით, რაც პატიოსან ჟურნალისტებს ჟურნალისტიკის დასაწყისიდანვე ჰქონდათ. ცნობის მოყვარეობა, ერთგულება სიმართლის თქმისა და რეპორტაჟის ეთიკისადმი და ურხევი ერთგულება იმის გასარკვევად, რა ხდება მსოფლიოში. და ამის თქვენთვის გადმოცემა შიშის ან მიკერძოების გარეშე. იმისთვის, რომ ჩვენი მკითხველები, მსმენელები და მაყურებლები უფრო ინფორმირებულები და უკეთ შეიარაღებულები იყვნენ. რომ იყვნენ კარგი მოქალაქეები, უკეთესი ებრაელები და უშიშარი მებრძოლები ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის ძვირფასია. ჩვენ ყოველთვის ვერ გაგახარებთ იმით, რასაც წაიკითხავთ მოისმენთ ან ნახავთ JNS-ში. მე როგორც ყოველთვის მიწევდა ხალხისთვის შეხსენება, ჩემი საქმე ბედნიერების მოტანა არ არის. ჩემი საქმე ჟურნალისტიკაა. მე სიმართლის ბიზნესში ვარ და ასევეა JNS-ის ყველა თანამშრომელიც. მაგრამ იმას არაზროს გავაკეთებთ, რომ მოგატყუოთ და ამას სიმართლე უწოდოთ. ჩვენ გეტყვით რა ხდება და სწორედ ამიტომ იციან ჩვენს მამკითხველებმა, მსმენელებმა და მაყურებლებმა, რომ შეუძლიათ გვენდონ. უფრო მეტიც, ჩვენ ვიცით, რომ საზოგადოებაში არსებობს ღრმა მოთხოვნილება სწორედ ამ ღირებულებებზე. ხალხმა იცის, რომ მათ არაერთხელ მოატყუეს ტრადიციულმა მედია საშუალებებმა უამრავ საკითხზე. იქნება ეს COVID-ი, არჩევნები თუ ისრაელი. და შემდეგ მათ იციან, რომ ტრადიციული მედიის ის ინსტიტუტები, რომლებსაც ოდესღაც სიმართლისთვის მიმართავდნენ, აღარ არიან სანდოები. და ახლა ეკუთვნიან იმ ახალ თაობას ჟურნალისტებისა, რომელთა მიზანი აღარ არის ჟურნალისტიკა, არამედ პროპაგანდა, ჯგუფური აზროვნება, განსხვავებული აზრისა და სიმართლის ჩახშობა, იმ ტოქსიკური, არალიბერალური, ნეომარქსისტული იდეოლოგიების სახელით, რომლებიც თავისუფლებისა და ებრაელი ხალხის მტრებად გვევლინებიან. ჩვენ აქ ვართ იმიტომ, რომ ებრაელად და ებრაელ ჟურნალისტად ყოფნის არსი ყოველთვის იყო უარი პოპულარული კულტურის კერპების წინაშე მუხლის მოყრაზე. ეს ასე იყო მაკაბელების დროსაც. ეს სიმართლე იყო 2000 წლეულის განდევნის ისტორიაში და დღესაც ასეა. ჩვენ აქ ვართ, რომ ვებრძოლოთ ამ იდეებს.
და როგორც ებრაელები ოდესღაც ებრძოდნენ ჰელენიზმს, დღეს ჩვენ ვიბრძოლოთ წითელმწვანე მარქსისტულ ისლამისტურ ალიანსთან, რომელიც ტყუის. ჩვენ ვიბრძოლებთ ვოკების და ვოკიზმის წინააღმდეგ და მათი ტყუილების წინააღმდეგ. თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია ეს ბრძოლა, იცით რომ JNS-ში გვაქვს ერთი აუცილებელი ღირებულება, რომელიც საჭიროა არა მხოლოდ ჟურნალისტიკის დასაცავად, არამედ ებრაელი ხალხის დასაცავადაც. და ეს არის სიმამაცე. სიმამაცე რომ ილაპარაკო სიმართლე, უთხრა სიმართლე ძლიერებს, უთხრა სიმართლე ხალხს. და მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ყოველდღე ვიბრძვით ამ ბრძოლაში და მზად ვართ დიდხანს ვიბრძოლოთ. მიუხედავად იმისა, რა სიტყვის ვინმე მარცხნიდან, მარჯვნიდან, რომელიმე მთავრობიდან, ან რომელიმე woke პროპაგანდისტი. და მიუხედავად იმისა, რასაც ისინი ამტკიცებენ, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ. ჩვენ ამ ბრძოლაში პატიოსნად გავიმარჯვებთ ჟურნალისტიკის სამართლიანი ღირებულებებითა და ეთიკით. და როცა გავიმარჯვებთ და ისრაელი საბოლოოდ აუცილებლად გაიმარჯვებს, მე ამას სრული რწმენით ვამბობ. ნება მომეცით კიდევ რაღაც გითხრათ. ჩვენ JNS-ში აქ ვიქნებით, რომ ამის შესახებ თქვენთვის ვიმუშაოთ. და ჩვენ არასოდეს გავჩუმდებით და არასოდეს დავნებდებით იმ ზეწოლას, რომ მოვერგოთ იმ ტყუილებს, რომლებიც დანარჩენ ჟურნალისტიკაში სუფევს. თქვენი დახმარებით ჩვენ გავაგრძელებთ. მამა ყოფს რომ აგვდგავარ ჩვენი გამომცემლების, რედაქტორების, რეპორტიორებისა და მთელი ჩვენი შრომის მოყვარე გუნდის სახელით. რომ თქვა, ვიცით, რომ თქვენ ჩვენ გჭირდებით. ჩვენ არ გაგითხრუებთ იმედებს. და ჩვენ აქ ვიქნებით იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება, რამდენიც საჭირო გახდება. და მადლობა თქვენ. და მადლობა თქვენ იმისთვის, რომ მოგცით შესაძლებლობა მოგაწოდოთ თქვენ ჩვენ ჟურნალისტიკის მომხმარებლებს ის, რაც გჭირდებათ და რაც იცით. ისრაელის ხალხმა, ებრაელმა ხალხმა ყველგან უნდა მოიგოს ეს საინფორმაციო ომი, რომელშიც ჩავებით. კიდევ ერთხელ მადლობა და შეგხვდებით JNS-ის გვერდებზე და ჩვენს YouTube არხზე. ველით რომ მოგემსახურებით წელს, მომავალ წელს, როცა ისევ შევხვდებით და მომავალ წლებშიც. დიდი მადლობა.